როგორ იქნებოდა სიმღერა. I am a believer. I am a believer. სიმღერა ჩაიწერა ამერიკაში ჯგუფ The Monkees მიერ. სინგლი გამოიცა 1966 წელს და სულ რაღაც 2 დღეში გაიყიდა სინგლის 1,51,280 ეგზემპლარი. სინგლი 7 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა ნომერ პირველი ჰიტის პოზიციას ამერიკაში, ხოლო 1967 წელს სინგლმა დაიკავა წლის ნომერ მეხუთე სიმღერის პოზიცია. ჯგუფი The Monkees თავის დროზე აღმოჩნდა საკმაოდ კურიოზული და ნოვატორული ექსპერიმენტის პროდუქტი. ასობრივად ეს იყო არაიმდენად ჯგუფი, რამდენადაც ამერიკული შოუ-ბიზნესის პროექტი, რომელსაც ოდნავ პოლიტიკური და იდეოლოგიური ელფერიც კი დაჰკრავდა. საქმე იმაშია, რომ ჯგუფ The Monkees შექმნა იყო ამერიკის ერთგვარი პასუხი ბიტლზის ბრიტანული შეჭრისადმი. ეს იყო ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა ამერიკაში ბიტლზის მუსიკალური ექსპანსიის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, The Monkees იყო ბიტლზის ამერიკული ასლის, საკუთარი ამერიკული ბიტლზის შექმნის მცდელობა. სწორედ ამიტომ ჯგუფის წევრების შერჩევა მოხდა კასტინგის გზით, რომლის მთავარი კრიტერიუმი იყო არაიმდენად ჯგუფის მომავალი წევრების მუსიკალური უნარ-ჩვევები, რამდენადაც მათი გარეგნული მხარე და ბიტლზთან გარეგნული მსგავსება. მიუხედავად ამისა, შემთხვევით თუ გამიზნულად, შეიკრიბა საკმაოდ კარგი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელმაც მართალია ბიტლზის მუსიკალურ ექსპანსიას ვერაფერი მოუხერხა, თუმცა რამოდენიმე საინტერესო ჰიტის ჩაწერა მაინც შესძლო. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ სიმღერაზე I am a believer, ისე რომ არ ვთქვათ 2 სიტყვა მისი მუსიკისა და ტექსტის ავტორზე, ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორზე, პოეტსა და საკუთარი სიმღერების შემსრულებელზე, ნილ დაიმონდზე. იმისთვის რომ წარმოდგენა შეგვექმნას ნილ დაიმონდის შესახებ, შეგახსენებთ რომ სწორედ მისი სიმღერა Girl You'll Be a Woman Soon ჟღერს ჯგუფ Urge Overkill-ის შესრულებით კვენტინ ტარანტინოს ცნობილ ფილმში მკვლელებად დაბადებულნი, იგივე Pulp Fiction, ან კრიმინალნაი ჩწივა, როგორც მას ეძახიან ხოლმე. ნილ დაიმონდმა რთული დღეები გამოიარა თავისი კარიერის დასაწყისში. ფულადი სახსრების სიმცირის გამო მას თავისი სიმღერების სხვა ჯგუფებისთვის მიყიდვაც კი უხდებოდა. I am a believer სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპოზიცია აღმოჩნდა. არის მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს ნილ დაიმონდმა I am a believer სპეციალურად ჯგუფ The Monkees-თვის დასწერა. სინამდვილეში დაიმონდს ეს სიმღერა ადრე უკვე ჩაწერილი და ნამღერი ჰქონდა. აი როგორ ჟღერდა სიმღერა I am a believer დაიმონდის შესრულებით. I thought love was only true in fairy tales, meant for someone else but not for me. Love was out to get me, that's the way it seemed. Disappointment haunted all my dreams. Then I saw her face, now I'm a believer. ფრაგმენტი ნილ დაიმონდის ინტერვიუდან. ჯგუფის პროდიუსერმა დონი კირშერმა რადიოთი მოისმინა ჩემი Cherry Cherry. მან თქვა, რა მაგარია, მეც მინდა The Monkees-თვის რაიმე მსგავსი. მას მოასმენინს რამოდენიმე სიმღერა, რომელიც მე ჩავწერე ჩემი ალბომისთვის და მან აირჩია I am a believer.
ჩემი ხმისჩამწერი კომპანიის თავკაცმა სოფების ხრა დაიწყო, როცა გაიგო, რომ მე გავყიდე სიმღერა, რომელსაც შეეძლო ჩარტების სათავეში მოქცეულიყო. მე კი სულ არ მენაღლებოდა ეს ამბავი, რადგან მე გადასახდელი მქონდა ბინის ქირა. ჩემს ჩანაწერებში ყველა სათანადოდ არ მიხდიდა. The Monkees კი იყო ჯგუფი, რომელიც წარმატებით ყიდდა ფირფიტებს. ნილ დაიმონდი არ შემცდარა. სიმღერას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სწორედ The Monkees შესრულებამ და ის აღმოჩნდა როკის ისტორიაში იმ 40-ოდე როკ კომპოზიციის ნუსხაში, რომელთა ასლები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარით. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანი 2015 წლის შემოდგომა. Love was only true in fairy tales, and for someone else, but not for me. Our love was out to get me. That's the way it seemed. Disappointment haunted all my dreams. Then I saw her face. Now I'm a believer. Not a trace of doubt in my mind. I'm in love. I'm a believer. I couldn't leave her if I tried. I thought love was more or less a given thing. Seems the more I gave, the less I got. What's the use in trying? All you get is pain. When I needed sunshine, I got rain. Oh, then I saw her face. Now I'm a believer. Not a trace of doubt in my mind. I'm in love. I'm a believer. I couldn't leave her if I tried. That's the way it seemed. Disappointment haunted all my dreams. Oh, then I saw her face.